დილამშვიდობისა მეგობრებო და კიდევ ერთხელ მოგესალმებით გუშინლიდან დღემდე. ერთი სიტყვით გვამის ნიშნები, რომლებიც შეიმჩნევა ამ ადამიანის სახეზე, ეს არის ჩამოწეული ცხვირის წვედი. და ყველა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთი ფაქტი დამადასტურებელი იმისა, რომ გვამს მოანათლინეს ბავშვები, არის ის, რომ არა მხოლოდ ხელი ჰქონდა პარკინსონიან ადამიანს გაშეშებული, არამედ ცხვირის წვეტით ჩამოვარდნილი ჰქონია. ეს სურათი გუშინ არ გამომიგზავნეს, მაგრამ სიდონის ჯგუფში ჩააგდეს და პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რომ აქ ძალიან სასტიკ რიტუალს ჰქონდა საკითხი. როდესაც 700 ბავშვს მოანათლინეს, უпростоრით მკვდარს მოანათლინეს 700 ბავშვი, მკვდარი ცოცხალი პირდაპირ მნიშვნელობით მკვდარს ლეშს რომ მოანათლინეს 700 ბავშვი, აქ არის ამათმა არიციან რა მოუვათ ჯერ, მაგრამ აი პირდაპირ ვეუბნები ამ ხალხს, ვინც ეს გაბედა და მკვდარს 700 ბავშვი მოანათლინა, ღმერთს ვევედრები, აი ეს ხალხი თუ ცოდვაში და სინანულში, თავის ცოდვის სინანულში არ ჩავარდება და დღე და ღამე არ ილოცებს იმისათვის, რომ მიეტევოს, ცეცხლში კი არ დაიწვება ხალხო. ილიასნაირი სიკვდილი კი არ ექნება ხალხო. თავბედი ექნებათ საწყევლი, ისიც იცი როგორ? განა დასრულდება ეს თავბედ საწყევლიანი დრო. დაუსრულებლად სამარადისოდ იქნებიან გადაცემული თავბედის წყევლას რა. და პირდაპირ ვეუბნები იმ ხალხს, ვინც ეს გაბედა და ლეშს მოანათლინა 700 ახალგაზრდა ქართველი ბავშვი უდანაშაულო, პირდაპირ ვეუბნები, გამოვიდეს და მუხლის ჩოქებზე დადგეს, დროულად მოინანიოს ხალხის წინაშე. ღმერთს შესთხოვოს სინანული და პატიება და დროულად გამოამჟღავნონ ის, რომ ლეშს მოანათლინეს 700 ბავშვი. თორე სამარადისოდ გადაეცემიან კუპრს. სამარადისოდ. ეს უნამუსოები რეებს ბედავენ, ბიჭო, თავზე გადაგვაჯვეს. თავზე გადაგვასხეს თავიანთი ძალაუფლება მოყვარეობა. ეს უნარო და საცოდავი ხალხი, ეს საბრალო ხალხი, ბიჭო, ვინ არიან ესენი? მკვდარს მოანათლინეს 700 ბავშვი აზრზე ხარ რეებს გუშებიან. ჯანდაბას არ გვითხრან, მაგრამ მკვდარს მოანათლინეს 700 ბავშვი? ეს საზიზღრები და მძორები სატანის შეჭმულები ესენი. ვინ არიან, ბიჭო, ვინ ბოლომდე გადაიჯვეს თავზე რა. თუი თქვენს არსებობას, თქვენს საცოდავება, იმიტომ არიან დაზაფრული სახეებით, კობახიძეს შეხედეთ მაინც, რა სახი აქვს, თან რო ვერ ხვდება რა საკეთებს და თან თავზევი ძალა რო არა აქვს, რო უნდა შეასრულოს ის საქმე, რაც დაავალეს მაგ ლეშს. სულ ყველანი ლეშები ხართ, ვინც ამ საკითხს ხელი მოაწერეთ, ბიჭო. მკვდარს 700 ადამიანი მოანათლინეთ. ჩვენ გვატყუებთ იმ ბავშვებს რაღაც ერჩით, გადადეთ მაინც ეგ ნათლობა, თქვენ დამპლებო თქვენ. თქვენ სულით აყროლებულო ხალხო თქვენ. ფუი თქვენს ადამიანობას კი არა და თქვენს მძორობას. ხალხო გაავრცელეთ ეს ხმა. კაცი მკვდარია და 700 კაცი მოანათლინეს, 700 ბავშვი მოანათლინეს, გადაეცით იმ ხალხს, მკვდარს მოანათლინეს შვილები, ხალხო გადაეცით ყველას რა. ვინც კი ამ დღეს მიიღო ბავშვი მოანათლინა, გადაეცით სასწრაფოდ ჯადოს გამოხსნა გაუკეთონ, ახსნა გაუკეთონ ამ ბავშვის სულებს.
სასწრაფო წესით გაუკეთონ ახსნა, განულდეს უნდა ყველაფერი. ეს არის არ მომხდარი რამ, არ ახსოვს ისტორიას ესეთი მძორობა. თუ ილია შენ სახელით რეებს აკეთებენ, შემძორო, როგორი მძორიც იყავ, ისეთი მძორი დარჩენილ ხარ, გინ სიკვდილს აშინა და გინ სიცოცხლეს აშინა. შემძორო შენ. შენ სახელს ახსენებენ კი არა, შენ სახელს დააქვესკნელებენ და ჩააქვესკნელებენ, როგორც იმ ადამიანების სახელები ჩააქვესკნელეს ეკლესიის მშენებლობაში. ისე ჩააქვესკნელებენ, როგორც შენი ჯოჯოა ჩააქვესკნელეს და ჩააბეტონეს. იმ საძირკველში, რომელ საძირკველშიც არ არშენებდება ეკლესია, რომელ საძირკველშიც დარჩება ბეტონად და იქნება მხოლოდ ერთი კუკუ ჯოჯოა და შენი გვამი არსად არ ჩაბეტონება, არც გაქრება. შენი გვამი ეგრე ეგდება. ფუი შენს მძორობას. ხალხო, მოდით აზრზე რა. მკვდარს მოანათლნენ შიდასი. შვენი ქართველი შვილი. ხალხო, აზრზე მოდით. რებს ბედავენ ესენი და რა გაგიბედეს. ეგრე მოგიხდებათ, თქვენ ბნელებო და არ ვიცი ვინ ხართ. არ ვიცი ვინ ხართ, მკვდრებს ვეღარ ხედავთ. მიეწიონ მთელი ოცნება, მიეწიოს ყველა ის, ვინც ამას ხელი მოაწერა. მიეწიოს ყველა ის, ვინც ეს გაბედა, ბიჭო, რა გაბედეს, ამათმა თავებს წააცლიან კი არა, მაგათ რას უზავენ, თქვენ არ იცით, განრისხებულია სრულიად ზეციური სამყარო. გუშინ 12,000 წლიანმა მძინარე ცეცხლმა გამოაფრქვია, ისე განრისხდა ზეციური დასი. ვინ არის ეს სატანის ფალოსი? ეს სატანის ფალოსი მართლა. ვინც მე ამ მკვდარის გულისთვის წყევლა გამომიგზავნოს, ის წყევლა მისია. ვინც პირიდან გამოუშვას ამ მკვდარისთვის წყევლა, ჩემი სამართით, ის წყევლა მისია. ამინ, ამინ, ამინ. ბავშვებს რა ელოდება? ბავშვებს ის ელოდება, რომ სანამ ამ საკითხს გაარკვევენ და სანამ ამას აღიარებენ, ეს ბავშვები ტანჯვაში იქნებიან და მათი სულები ძალიან ანუ მათ სულებზე არის ახლა ეს აგებული ის იმედი, რომ ეს გაივლიდა პორტალს, სადაც მისცემდნენ უფლებას, რომ ეარსება მის სულს, მაგრამ ამის სული გაქრება, ამ ლეშის სული გაქრება, ბიჭო, რაც დათესა იმას იმკის, ეს ლეში ესა. ეს სატანის ფალოსი ესა, ბიჭო, რაც დათესა იმას იმკის თქო რა. ამ ბავშვებს აუცილებლად აყარეთ ჯვარი. აუცილებლად, თორე ეს ბავშვები იქნებიან წამებაში, მთელი ცხოვრება იქნებიან წამებაში, ხალხო. სასწრაფოდ გადაანათლინეთ ეს ბავშვები. სასწრაფოდ მიდით ისეთ ხალხთან, ვინც გადანათლავს ამ ბავშვებს და ვისაც ესმის ეს საკითხები. სასწრაფოდ მღვდელთან, სხვა მღვდელთან გადაანათლინეთ ეს ბავშვები. ნინო ხარაძე წერს რეალობას რო ჩახედონ თვალებში უმძიმს ხალხს. ხო, უმძიმს ნინო, უმძიმს, იმიტომ რომ ილუზიაში ამყოფებს სატანა. სრულიად დედამიწას უკვე რამდენი 1000 მილიონი წელი იწადია, იცი? შეგიძლიათ დაწვრილებით გითხრათ რაზე საუბარი, რა ბავშვები. მაკო ჯანაშია. მაკო, ესე იგი 23 ნოემბერს წმინდა გიორგის დღეს, არც კი შერცხვად ბიჭო, წმინდა გიორგის დღეს მკვდარს მოანათლინეს ბავშვები რა. თქვენ იცით, რომ ილია მეორე ანათლინებს ბავშვებს და მათ შორის ჩემი რა ხელები არ გამიხმა, რომ ჩემი შვილი იქ მივიყვანე და ამ კაცს მოვანათლინა, ამ სატანის ფალოს, მაგრამ რო არ მომენათლინებინა, ხო? მე ვერ გავიგებდი მან რა ხდება და რა ჯოჯოხეთის ბუდეა.
სწორედ მანდედან იხსნება ჩემი გონება, რომ გავიგე რა ჯოჯოხეთის ბუდეშიც ყოფილა მთელი საპატრიარქო. და სწორედ აი ასეთი ნათლობა ტარდება წელიწადში ორჯერ და ერთ-ერთი ჩატარდა 23 ნოემბერს გიორგობას, სადაც 700 ბავშვი მოანათლინეს ეს აი ამ ლეშს. ლეშია, მკვდარია, მუმია. აღარც მუმია, ეს არის ლეში, ეს არის გვამი, ეს არის მძორი. და აი ამ მძორს მოანათლინეს ეს ბავშვები რა. წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? რა დააბნელეს ეს ხალხი? უკუნი ღამია ბიჭო, სამდღიანი დაბნელება იქნებაო რო არის ნათქვამი, ამაზე მეტი სიბნელე რა გინდათ? ხალხო, გინდათ თვალები დაგიბნელდეთ? თვალებზე დაბნელების უფრო საშიში სიბნელე გონების დაბნელებაა და ამაზე მეტი სიბნელე რა გინდათ? უი, ციყვები ბავშვებო, გარეთ, თეთრი ციყვი. გარეთ, რა ლამაზი ციყვე დავინახე, ხო? თოვლის, ხო? პირველად დავინახე ეგეთი ფერის. Weil ich das Bad jetzt mache, sonst das graue, das silberne Eis ein. ეს რაღაცას ნიშნავს, ხო? მისი ფუნქცია რა არია ამ ეტაპზე ასეთ მდგომარეობაში მომაკვდავი უგონოს რომ დაატრიალებენ. ღმერთო გუშველე ეს რა ხდება, ხო? აი მაგას გავიძახდეთ, ღმერთო გუშველე, ღმერთო მოდი მალე, ღმერთო გამოჩნდი, ეს რა ხდება? მკვდარს და ლეშს ანათლინებენ, ხალხო. ვახ, სოფელო რაში გაქვს? რა მიზნით ვერ ხდებიო? მახო ჯანაშია, ეხლა გაგცემ პასუხს. ეს ძალიან ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, მათ შორის ჩემს მეუღლესაც და ისეთ ხალხს, რომ მე ვერ წარმოვიდგენდი მათ, რომ ეს კითხვა გაუჩნდებოდათ. რა მიზნით, ხალხო? იმ მიზნით, რომ ამ ადამიანის სიკვდილი რო გააჟღერონ, მთელი საპატრიარქო ხო ამოყირავდება და მთლიანად თავს წააცლიან მაგათ. იმიტომ რომ დასრულდება მაგათი პარპაში, სატანა მოკვდა, ხალხო. ეს იყო სატანა, რომელიც დასრულდა და ახლა არიციან თვითონაც პანიკაში არიან, რა გააკეთონ, არიციან დარბიან პაპსებთან და რომის პაპთან ჩავიდა აგერ კობახიძე და ჭკუას ეკითხება იმ ურიებთან იმათ. ქუდებზე მაინც ვერ იცანით ურიები რო არიან, წითელთავიანი ურიები, ბიჭო. ხო და ახლა ფიქრობენ რა გავაკეთოთ ისეთი, რომ ეს ხალხი არ დაგვაწყდეს თავს და არ მოგჭრას თავიო და არ დაგვაძროს ეს თავებიო. ეხლა დაფაცხუნდნენ და აწყობენ იმ ვითარებას, რომ თუ გასაქცევად გახდა საქმე, გაიქცნენ უცბად ეს საზიზღარი ლეშები, ლეში მადიდებლები ესენი, ლეშმადიდებლები ესენი. დიდი ხანია ვარჩახედული დიდი სატანის მსახურები არიან ბიჭო, უდიდესი რიტუალი ჩაატარეს გიორგობა დღეს არ შერცხვათ და წმინდა გიორგის ბიჭო არ შერცხვათ კი არა, გამიზნულად დასინეს წმინდა გიორგის და მაგათ მოუღებს ბოლოს თეთრი წმინდა გიორგი, ბიჭო, განრისხდა ზეცა. საქართველოს დიდი მფარველი ანგელოზი, მთავარ ანგელოზი, თეთრი გიორგი განარისხეს, ბიჭო, მაგათ რა მოუვათ, ცეცხლები ამოფეთქავს კი არა, თავზე დაემხობათ ცაც და მიწაც და ვერსად ვერ იპოვიან, სიმშვიდეს ეგენი, საუკუნოდ კი არა და უსასრულოდ. ეს ლეშები ესენი განარისხეს სრულიად ზეცა. თქვენი განსასჯელია რამე? არც შენი განსასჯელი ვარ, მაია, და აქედან დამეკარგე, თორე ამ ლეშს არ მიგაყოლო უკან რა. ფრთხილად იყავი რა. არაფერი მოგწიონ შვილო, ფრთხილად იყავი. რაღა მომწიონ სატანის ფალოსი, წაეძრო სატანას ეს ფალოსი, რომელსაც საქართველოში დაატარებდა ამდენ ხანს. სატანას წაეძრო ფალოსი, ახლა რქები მოტყდება და შემდეგ სრულიად დაიშლება.
ჩემი მოწევა რო უნდა, იმიტომ მიაწია მაგათ სფალოსთან იმ წყევლამ, რაც მე გამომიგზავნეს და იმ ჯადომ, რაც მე გამომიგზავნეს. მაგათ მიეწევა ყველას, ასე მაგათ უკან გაუგზავნე. თქვენ არიციან მაგათმა ვისთან ქონდათ საქმე და ვისთან აქვთ საქმე და დარწმუნდნენ, დარწმუნდნენ. ამინ. არის სვენებდა სატანა. მოისვენოს. ამენ. წავედი ახლა მეგობრებო რა, გითხარით სათქმელი და შეხედეთ რა. გადაამოწმდა ექიმები მაინც არა ყავთ კაცო გარშემო. კითხეთ მაინც ვისაც ეჭვი გეპარება თქვენ, ბნელებო თქვენ. რა ნდობაზია ირმა საკითხი, აქ მთელი კაცი ჭამიაობაზე წავიდა საკითხი. სული ჭამიაობაზე, ესენი სულების მშთანთქველები არიან. ბარე ორს დაგვიბარა. განა არ დაგვიბარა? ბერმა გაბრიელმა 50,000 სული ჯოჯოხეთში ყავს ჩასულიო, ჩაყვანილიო ამ სატანასო. ამაზე თქვა ეგ, ილიაზე თქვა ეგ, სხვაზე კი არა. ჯოჯოხეთში ყავს ჩაყვანილიო. აწი აიხდება ყველაფერს ფარდა, გამოანათებს დიდი მზე დედა, რომელიც ჩვენი გადამრჩენია საქართველოშია უკვე. ეს დედა, იცოდეთ, საქართველოშია და სწორედ მან მოაგვარა საქმეები, რომ ეს ლეში გამოააშკარავა. ავიდგი ენა და აიდგეს ყველა მენა. ამენ. როგორც წინა რომის პაპი შეინახეს ერთი თვე მკვდარი, ისე ინახავენ ამასაც. უდიდესი ნეკრომაგიური რიტუალი ჩაატარეს გიორგობა დღეს. რამდენი ბავშვის ენერგია მოიპარეს სატანა, რომ პორტალში მიაქციონ. ყველაფერი იცოდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე, მთელი ცხოვრება სატანას მიუძღვნეს და შეწირეს ამდენი ადამიანი. ვერ შეწირეს თია ვერა. ქართლის დედამ დაიფარა ეს ბავშვების და საქართველოს. ვერ შეწირეს. ბარე ორს მოინდომეს, მაგრამ ვერ შეწირეს. დაიფარა საქართველო ქართლის დედამ. მართლა გეუბნებით ამას. და არც ლიტერატურული გამოთქმა ეს და არც პოეტური. ეს არის სრული ჭეშმარიტება. ქართლის დედამ დაიფარა ეს ბავშვები. ამიტომ ამხილა ეს ლეში და როდესაც სატანა იმხილება, ჯერ 40 დღე არ გასულა და მისი სული ვერც ერთ პორტალს ვერ გაივლის, დაქვესკნელდა იქ, სადაც ჩაიჯვა. ასე რომ ჩემო კარგებო, გუშინ ლექსი დავწერე, ჩასქროლეთ ჩემს სპინზე და იქ ნახავთ თუ როგორი იღაღა და სული წმინდამ და რა გაგვიმხილა ჩვენ, თუ რა დღეშია ილია. ამ ლექსს ქვია პაკა ილია. კარგად იყავით მეგობრებო და გამოფხიზლით ცოტა რა. ამენ, ამენ, ამენ. გამოფხიზლდით, ღმერთმა ინებოს გამოფხიზლება თქვენი ბრმათვალების და წაგისვას ის მიწა ფურთხით, რომელითაც თვალებს უხილავს ხალხს. იესო ქრისტე. ამენ.